ფილმი გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით. სამგზავრო დოკუმენტიც შეიძლება. მადლობა. თქვენი სამგზავრო დოკუმენტიც შეიძლება. რა ინფორმაცია გაქვს? რა ინფორმაცია გაქვს მეთქი? სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მინდია მექვაბიშვილთან ერთად ვიღაც ტიპი მოძრაობდა. ვინ ტიპი? სახელი და გვარი არ ვიცი. მაგრამ ერთად ხშირად შეუმჩნევიათ. ეხლა სად არის? ვინ? ვიზეც მელაპარაკები. მექვაბიშვილი და ეგ აკრავე ბინაში ერთად ცხოვრობდნენ. ეხლა სახშია თუ არა ვერ გეტყვი, მაგრამ მისამართი ამდულად არ შეუცვლიათ, აი. ყურადღება იმით მიიქციეს, რომ ყალბსაბუთებზე დაიწყეს ჩაგიჩი. რამდენი ხანია რაც თბილისში გამოჩნდნენ? ერთი კვირა. სულ ეს არის? ცოტა.
კარგად. კიდე შევხვდებით? ხო. როდესაც ჩვენთვის ინფორმაცია გექნება. არ წახვიდე და ერთ სერიოზულ ინფორმაციას ეხლავე მოგაწვი. გისმენ? ძალიან მაგრა გამოიყურები. ბავშვობაში გვიყვარდა ერთმანეთი. მე ორჯერ გავთხოვდი და გამოვთხოვდი. მინდიამაც სამის როკი მოიხადა. 2 დღის წინ სახლში დამადგა. მარტო იყო? კი. შენგან რა უნდოდა? დაჭრილი იყო და დახმარება ჭირდებოდა. პროფესიით ექიმი ვარ. მითხარი, მომხდართან დაკავშირებით შენ რა იცი? მარტო ის, რაც მინდიამ მითხრა. რა ორა გითხრა? 2 მილიონი იმ ტიპს მიაბარეს. მე ის ტიპი ფულიანად სადღაც გაქრა. ამ მარსენ ლეკიშვილს როგორ მიაგნო იცი? შემთხვევით. და რატომ მოკლა? არ ვიცი. ორი მილიონი საიდან ქონდა? არც არ ვიცი. კარგი. იმ მიტოვებულ ვაგონში როგორ მოხვდით? იმ გოგომ მითხრა. ნაზიმ. მაინც ვერ იპოვით ვერაფერს. მე არაფერს არ ვეძებ. თუ იცი საცხოვრებს თქვი, თორე მართლა მოკლავს. იპოდრომზე არაფერს არ ვიტყვი. იპოდრომის გარდა არაფერი უხსენებია? არაფერი. რატო ეხმარებოდი? რა ვიცი. ალბათ მთხოვდა იმიტომ. გიორგი მექვაბიშვილი სად არის? არ ვიცი. და არც მაინტერესებს. რა გინდა? გამარჯობათ. გამგეობიდანა ვარ. ამბინის მაცხოვრებლები სად არიან? ჯანდაბა მაგა დაოხრობა. მე რა ვიცი სად არიან? ხომ არ იცით როდის მოვლენ? ბინა რეესტრში არ არის გატარებული და ვერ დავადგინეთ რამდენი სული ცხოვრობს. თქვენ ყოველ დღე უნდა იაროთ ამ გამგეობიდან. მეტი საქმე არა გაქვთ. ხან ვინ მოდის და ხან ვინ. აბა მე კი არავინ მომოკითხავს. გამგეობიდან სხვებიც იყვნენ? რა გაგიკვირდა? შენი თანამშრომლებიდან ვინ სადადის არ იცი? როგორ გამოიყურებოდნენ? ან რა აინტერესებდათ? აი, იმიტომაა კარგა ჩვენი საქმე. შენიშნები რომ გამგეობაში მუშაობენ, კიდე სახში ვზივარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შენ მე რა, შპიონი ხო არ გონი ვარ, ა? შეიძლება შემოვიდე? მობრძანდით ბატონო. ყავას ან ჩაის ხომ არ ინებებთ. ჩიტალაძე ცეცხლსასროლი არ არის მოკლეს. აი ორი ნატყვი არიან. რაც თავარია მრავალთ აღინიშნება ცემისა და წამების კვალიც. მაგრამ ეგჯერ ყველაფერი არ არის. ისევე როგორც ლეკიშვილი ჩვენი ნაზიც საფით იყო დაავადებული. და ეს დაავადება ადამიანიდან ადამიანზე თუ გადადის? არა, მარტო ცხენიდან. ესე იგი ჩიტალაძე ლეკიშვილის საცხოვრებელ ვაგონში არაერთხელ არის ნამყოფი.
გამოდის რომ ახლო ურთიერთობა გქონდათ, ჰა? შეიძლება სულაც თანამზრახველები იყვნენ. სოფელში ხმა დაერხა ლეკარსენას წინაპრებისგან ნიკოლოზის დროინდელი ქონება დარჩა და ბაღში აქ დამარხულიო. იმასაც ამბობენ, თითქოს მაგ ქონების გამო მოკლეს კიდეცაო, მაგრამ ვერაფერი იპოვესო. თქვენ გჯერათ ამის? რა გითხრა, აბა? სოფლელებ რო კითხო, პირადად არავის არ აისჯერა, მაგრამ თითოეულმა მაინც ყველამ გაითხარა. თქვენს? მე არა. ჩამარხულ ქონებაზე ხმები როდის გავსწოდა? ესე ორი თვეა. სოფლელები კი არა, თბილისიდანაც იყვნენ ჩამოსული ხალხი. თბილისიდან? მას? და არსენას ამბავი თქვენ საიდან გაიგეთ? იგი ნაკლებად საინტერესოა. ვინ იყო ჩამოსული და როდის? ორი კვირის წინ. ორი კვირის წინ ორი ბიჭი იყო ამოსული. უტრიალეს აქაულობასა და იგრე უკან წავიდნენ. ასე გებია. არსენას საფლავი სად არის? სასაფლაოზე. ზად უნდა იყოვე. კი, მაგრამ თქვენ რაღა გინდათ იქ? ექსჰუმაცია უნდა ჩავატაროთ. იქ რაღა? ჰუმოს ნიადაგია, ექსთან. რაო? მოკლედ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გვამი უნდა ამოვიღოთ. საწყალი არსენა საფლავში დაღარაჩერებენ. რას ნიშნავს არაჩერებენ? რას და ვიღაცა დედა მოკლედ ვიღაცა ჭკვიანს აზრად მოვიდა. ქონება საფლავში ჩაატანდნენ. დაგძალვიდან 9 დღე არ იყო გასული რომ ამოთხარეს. ხელახლა მოგვიწია დამარხვა. ახლა კიდე თქვენ უნდა ამოთხაროთ. აი ეგრე რა ბედი არ აქონია მაგ უბედურს. მექვაბიშვილთან ერთად ბინაში ვინ ცხოვრობს, ამის გარკვევა ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ ის გავარკვია, რომ მექვაბიშვილს და მის მეგობარს უკვე მეორე დღეა ვიღაც ორი ტიპი ეძებს. ვინ ორი ტიპი? სახელები არ უთქვამთ. თავი გამგეობის თანამშრომლებად გააცნეს. ესე იგი ვიღაცები ნადირობენ. ხო. და ეს არც მინდია სიკვდილის შემდეგ შეწყვეტილა. ალბათ ბინა თვალთვალზე უნდა ავიყვანოთ. მეძახდით ბატონო ზურა. მოდი. აჯიქ. შენთან სერიოზული საქმე მაქვს. ხვდები რაზეც უნდა მესაუბროთ. ალბათ გუშინდა ამბავს გულისხმობთ. გუშინდას. სხვა გზა არ მქონდა. მე დამნაშავის კი არა. ძაღლის სადისტურ მკვლელობას გულისხმობ. გიორგი მკითხრათ? გიორგი რაშუაშია. აი გარემოს დაცვის სამინისტრო შემთხვევის ადგილზე მას რა იპოვა. ჩატარდა ექსპერტიზა, გამოვიდნენ შენზე. მოკლედ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე. თანაც საქმეს ისიც ართულებს, რომ ეს ძაღლი უპატრონო კი არა, პატრონიანი იყო. მოკლედ, ძაღლის პატრონი ჩივის და გარემოს დაცვის სამინისტროც. ახლა პროკურატურამ უნდა დაადგინოს სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება თუ სამოქალაქო დავა. არა, თუ საქმე დავამდე მივა, კიდე არ აუშავს. მაგრამ თუ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება,
ძალიან რთულად იქნება ყველაფერი. ეგ როდის გაირკვევა? ძალიან მალე. მანამდე კი შიდა გამოძიებას აქტიურად უნდა დაეხმარო. დიახ, რა თქმა უნდა. რითაც შემეძლება. საღამოსთვის პროკურატურიდან მასალა მოვა. უნდა გავეცნოთ და ჩვენების საკუთარი ვერსია შევიმუშაოთ. თუ რა შეიძლება? მოდი არაკი, მოდი. ნინო. მე შემიძლია ძალიან კარგი ადვოკატი გირჩიო. ну მოკლედ შენს არსებობა მე უკვე საქმის კუში ჩავაყენე ასე რომ საერთოდ ჩვენ როგორც შენი კოლეგები როგორც მეგობრები ყველანაირად გვერდში გიდგავართ იცოდე თავისუფალი ვარ ჯერჯერობით კი ო ნინო იარაღი და ჟეტონი ჩამაბარა აუცილებელია მოიცე აგი ნუღელა აკაკი მოგვიანებით ჩვენს ფსიქოლოგში ახოდრე ხო? არა აუცილებლად ვინ არის ჩვენი ფსიქოლოგი? ეკა აგი წამოწავდეთ სადა ხარ ბიჭო დაკარგულია? რამდენი ხანი არ მინახი ხარ? ჩემი ჭირიმე, ჩემი პატარა ძმა. შენ როგორ ხარ? საი, ჩემი ძმა. თბილისში. თბილისში წამო მერე დაჭექი ჩემი. მოდი გენაცვალ, მოდი. აბა დავძანდი. აბა ჰე. დავედით. ბანკს დაცვის პოლიცია იცავს. მაგრამ თვითონ სასწავში არც კამერები და არც სიგნალიზაცია არ აყენია. კონფიდენციალობის გამო. ხო. ამიტომ ქურდობის ამბავი მომხდარიდან 4 დღეში გასკდა. როგორ? როგორ და ორმა კლიენტმა საკუთარი ფულის გატანა მოინდომა, მაგრამ სეიფები ცარიელი დახვდათ. 2 წუთსა და 17 წამში ადგილზე ვიყავით, მაგრამ იქ უკვე ჩვენი საქმე აღარ იყო. საცავი კარგა ხნის გასუფთავებული დახვდა. ასე გიგია. ერთადერთი რაც შეიძლება გამოძიებაში დაგეხმაროთ, ის ვიდეო ჩანაწერებია, რაც ჩვენმა გარე კამერებმა დააფიქსირეს. სულ არაფერს ეგჯობია. კიდევ ერთი თქმა შეიძლება. სასავში ბევრი ცნობილი ადამიანის ფული და ძვირფასეულობა ინახება. მათ შორის ვიღაც ფრანგი არქიტექტორიც იყო, რომლის სეიფიდანაც საიდუმლო დოკუმენტაცია გაიტანეს. ამიტომ საქმეში იმ დღესვე მოდულის თანამშრომლები ჩაერთნენ. ეგ ვიცით. ამ გარე კამერების ვიდეო ჩანაწერები თქვენთან ინახება თუ წაიღეს? ჩვენთანაა. შეიძლება ვნახო? რა თქმა უნდა. სავარაუდოდ საცავის გატანის შემდეგ მექვაბიშვილმა ნაქურდალი არსენ ლეკიშვილს გადასცა. ამ ხელაფულით საზღვარზე ვერ გადავიდოდნენ. თვითონ უპრობლემოდ გადავიდნენ აზერბაიჯანში. ეგრეა. ალბათ შეთანხმებულები იყვნენ ფულს ლეკიშვილი ეტაპობრივად გადაუგზავნიდა. ხო და მან დაუშვეს შეცდომა. ლეკიშვილმა ფულის მითვისება გადაწყვიტა. არც ისე სანდუკაცი აღმოჩნდა როგორც ეგონათ. ეს მექვაბიშვილებმა იეჭვეს და საქმეში გასარკვევად და დასაშინებლად ლეკიშვილს ემინ ბაბაევი მიუგზავნეს. თვითონ აქ ჩამოსვლას ვერ გაბედავდნენ. ისე მოხდა, რომ ლეკიშვილმა ბაბაევი მოკლა. საჰკარი გადაწვა ისე, რომ სოფელში ეჭვს არავის შეპარვია, რომ თვითონაც გარდაიცვალა. ბაბაევის პასპორტი მიითვისა და მისი სახელით და გვარით გააგრძელა ცხოვრება.
რამდენჯერმე შედის და გამოდის. მაგისთვის პრობლემა არ იქნებოდა, მაგის თანამშრომელი იყო. ეთყობა ფული ნაწილ-ნაწილ გამოქონდა. ალბათ სადმე ახლო-მახლო თანამზახველებიც ელოდებოდნენ. იქ ფულისგან იცლებოდა და მე ესე ბანკში ბრუნდებოდა უკან. მეც ეგ ვიფიქრე. აი, ტაიმერს დააკვირდი. ბანკიდან გამოსვლიდან უკან დაბრუნებამდე. აი ყურე. არც ისე დიდი დროა გასული. მაგრამ კონკრეტულად სადმედის ეგ უკვე აღარ ჩანს ამის დედავატი. მე როცა ბაბაევიც გაქრა, ბიძაშვილები მიხვდნენ რომ საქმე უფრო გართულდა და საქართველოში ვითარების გასარკვევად მინდია მექვაბიშვილი ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ძებნაში იყო. სხვა გზა არ ქონდა. მე ვფიქრობ, მექვაბიშვილი ლეკიშვილ შემთხვევით წააწყდა და ცხელგულზე მოკლა. სხვა შემთხვევაში ჯერ ფულის საკითხს გაარკვევდა და მერე მოკლავდა. ეხლა ორი პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი. უნდა გავიგოთ სად დამალა ფული ლეკიშვილმა და უნდა ვიპოვოთ თავარი ეჭვმიტანილი გიორგი მექვაბიშვილი. გამარჯობა. გამარჯობა. ჯარი, ბიჭო, სად იხავით? სახენკლეში თუ სამწოდეში, რა სონიანით რა არის? წვადის გარეშე კახეთიდან ვინ გამოგვიშვებდა? თქვენ რა გაგჭირთ ბატონოზურა? გავიდე? შენ კიდე იქ ხარ? რა გაარკვიეთ? აგავარკვიეთ და სოფელში ოქროს ციებ-ცხელება. ლეგენდა გავრცელდა არსენას დამალულ ქონებას და ვისაც არ ეზარება ყველას თოხი და ბარი უჭირავს ხელში და განცეძებს. არა მგონია რამე იპოვონ. მოკლედ, საქმეში აზერბაიჯანული მხარე უნდა ჩავხტოთ და ექსჰუმაცია ჩავატაროთ. მარტო დნმ-ის საშუალებით შეიძლება დადგინდეს, გვამის ზუსტად ბაბაევს ეკუთვნის თუ არა. სხვათა შორის ჩიტალაძესაც იგივე დაავადება აღმოაჩნდა, რაც ლეკიშვილს. ახლა ურთიერთობა ჰქონდათ. ალბათ საყვარლები იყვნენ. არა და ჩიტალაძემ იცოდა ვაგონის შესახებ. მაგრამ ამას ბოლო წუთამდე მალავდა და ამ ამბავს შეეწირა კიდეც. ის ვაგონი უნდა დავათვალიეროთ.
აღარ მორჩიდო. ერთიც და ეგ არის რა. 1.5 მილიონი გამოიტანე რა არ ყოფნის ჩემი საშინო. 2 მილიონს რო გამოვიტან, მერე მეყოფა. მაგარი ღორი ხარ ბოლიშვილი ვიყო რა. ეგენი ჩემგან მეტის ღირსები არის. ვარ გეშინია ბიჭო. კარგი. წავედი. დავაი დროზე. ასე გავიტანე ბანკი. სად არის მაყუთი? აზრზე არა ვარ. აზერბაიჯანიდან მაგის გასაგებად ჩამოვედი. რა უყოთ? დაახრიდოთ მაგის დედაც არ მომკარ. 50,000 მოგცე. სად არის ფული? ეგეთი შტერიგონი ვართ ეკითხრათ. გარანტია მჭირდება რომ ცოცხალს დამტოვებთ. გარანტია არის. ენა ბოზარი. ეს ყუთი პირველად რო ვიყავით, მაშინ აღმოვაჩინეთ. ბოქლომიედო. მტყობაში იქით რაღაც მნიშვნელოვანი იყო. რაც მნიშვნელოვანი იყო, უკვე ამოვიღეთ. ეს რა არის? რავი. ალბათ ნადირობა უყვარდა. ცეაზე ხარ კაც 2 მილიონი ქონდა. აი ვაგონში ცხოვრობდა. ზურაკი ვირიშვილი. ზურაკი კი არა. ჩვენია. არ უნდა და ფული გამოეჩინა. და წყნართან და გაპარულიყო. ო, სამაგიეროთ ის გიორგი მექვაბიშვილი ხო ყავს გენიოსი. ისეთ კაც ჩააბარა ამხელა თანხა, რომ არის საზემნელი გაუხდა. აბა. თანამოაზრეები მაგარი შეარჩია. იშვიათი. პირველმა ფული გაიხო და მეორე პირველი ისე მოხდა. ფულის სათქმა დამალე არც უკითხავს. და ეხლა ვიპოვით ამ ფულს და ან არა. რა ქენი ტიპოეთ რამე? ისეთი არაფერი. რას ერჩით, ლამაზი ოცნება ქონია. ENDEFS. 3 0-დან შუა გადახაზულია. შიფრს გავს. ეგ არ დაუზუსტებია. მარტო ის მითხრა რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს. უკვე უნდა მოსულიყო. დაგირეკავ.
ვიფიქრე მოხშდებოდა მეთქი და აი წამოგი. ხო იცი როგორ პატივხცე. რა უნდა გეტყვი? აი ეს ტიპი. მექვაბიშვილთან რომ მოძრაობდა 4 წელია თურმე მალვაშია. რა ქვია? თავდგირიძე ჰასანი. რა? რა იყო? ჩვენი ინფორმაციით თავდგირიძე მოსკოვშია. რუსეთმა მის ექსტრადიციაზე უარი თქვა. შემოიპარა ალბათ. ვერ ხვდები. დღეს თავდგირიძე ბათუმში მიმავალ მატარებელში ნახეს. მაგრამ დაკავება ვერ მოახერხეს. მოკლედ მე მაგის სათქმელად მოვიდა. თუ მოგშიბდა დამიეკე. დავადი. ჩემთვის ძალიან უსიამოვნოა ასეთ ვითარებაში რომ გვიწევს საუბარი. მაგრამ გამოძიება ამ პროცედურას გვერდს ვერ აულის. ყველაფერი გასაგებია. სანამ ძაღლის მიმართულებით ისროდით. ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა თუ მოახდინეთ? რა თქმა უნდა. მართლა? აი ლეიტენანტი ტატიშვილის ჩვენებაში წერია რომ გამაფრთხილებელი გასროლა არ ყოფილა. კარგი, ახლა აი ფოტოებს ყურადღებით დააგვირდით და მითხარით ეს ის ძაღლია რომელიც თქვენ მოგალით? ის არის. დაწუნებით შეგიძლიათ თქვა? ყველაფერი გასაგებია. თავისუფალი ვარ. არა. ამის გატარება დროებითი მოთავსების იზოლატორში მოგიწევთ. აუ, ამერთხელ მაპატიეთ რა. ძაღლებს საერთოდ აღარ გავეკარები. აღარ სანადიროთ ვივლი. ჩემი ყელბაზის ნახევარსაც უპატრონოდ და პონჩი გადავრიცხავ. კარგი, ნინო, დავშვიდეთ, ვიხუბრეთ. აუ, ამერთხელ მაპატიეთ რა და რომელი ჯიშის ძაღლსაც ხელს დაადებს, იმას უყიდი ჩემი ბულით. ნინო, დავშვიდე, ვიხუმრეთ. გესმის? ვიხუმრეთ. პოლიციელები ხანდახან ერთმანეთს ოვინებს უწყობთ ხოლმე. რა იყო, ახლა გაიგე? იცი ვინ ხარ შენაკაკი? ვინ? ოინბაზი ხარ. რა იმბაზიო? ეხლავე დამიბრუნეთ ჩემი იარაღი და ჩამთეთ საქმეში. ნინიკო. გამარჯობა. რა? ციკლაური ჟეტონი და იარაღი მომეწერა. ისე ზედმეტი ხო ვერ მოგივიდა ბიჭო. აიც მეგონი. ხო, ეს შიფრია. და რას უნდა ნიშნავდეს? ჯერ არ ვიცი, მაგრამ ცოტა დროს თუ მომცემთ გავარკვევ. და საერთოდ რაზეა საუბარი? რას ვეძებთ? 2 მილიონს. ხო, მაშინ შევეცდები სწრაფად გავარკვევ. კარგი ბიჭია. ნუ, ჩემი მოყოლილია.
მოხვედი შვილო. ჩემთან ხო არავინ ყოფილა, ხო არავის უკითხი ვარ. არა, აი ესენი იყვნენ გამგეობიდან, სხვა არავინ. მადლობთ. აბა რა ხდება? ბაბას ინფორმაცია სწორი აღმოჩნდა. ბინაში 3 ტიპი შევიდა. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მე მგონი ერთ-ერთი გიორგი მექვაბიშვილი იყო. გიორგი? ხო. დავჯერო ორივე მექვაბიშვილი ერთად ჩამოვიდა. არ უნდა გაგვებაროს. ბოზიშვილი ვიყო აქ იყო. ჩემი ხელი ჩავდე. ეთყობა იმ ნაბოზარმა მინდიამ წაიღო. პისატიში ჩემი ხელი მოგვატყუე არა შეპაროჭოში. ახლა ვეღარ გამაგორებთ, მოწმე მყავს. იმასაც ზედ მოგაყოლებთ შენი დედა მოთხაში. ის ბებერი თავიდან რო შეხვდა, ძალიან აგრესიული იყო. დღეს რაღაც ეგ მეც მოვწვი. თან არ შეიმშია რომ მაგარი ნაბეგვი იყო ეს ნაბოზარი ეს, შეეშინდა ალბათ. ნაბოზარო. გაგაგო როე. მოიცა ბოქსებ ფულს. ადარი მაყუთ. აქარი ბინაში. მიდი დროზე. დროზე. დროზე შეპარზო. საიდან გაიგეთ თბილისში რომ ვიყავი? შენ ბიძაშვილს წამალი უყვარდა ბოზოში. სროლა ხილად. ღია კარი მაქვს. უგადრებით. ღია კარი მაქვს. გადავდება რა. ორივე კარგად შეამოწმეთ, ცოცხლები ხო არ არიან. პულსი არის ინჯება. არც აქ. მაგოთახში რა ხდება? სუფთა. აქაც. სურა გამომყევი მეზობელთან უნდა შემი. მიშელეთ. მოკატეს. ამას მე მიხვედა. გავიგე. ხალები გაშალე. დროზე.
ყურადღებით ხელბორკილს ვატებ. ხელი. მეორე ხელი. მეორე ხელი. ჩვენ ბრალი გადებათ ქურდობაში. ჩვენ გაქვთ უბრის უფლება. ჩვენ გაქვთ ადვოკატის საყვარის უფლება. ჩვენ გაქვთ უფლება არ დაებრალოთ დანაშაული. ყველაფერი რასაც იტყვით, შეიძლება სასამართლოზე თქვენ წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. მოდევას თავი რომ დავრო. წადი შენი. რატომ გააკეთეს? ბანკში ვინ ჩემთან ერთად მუშაობა დაიწყო. ახლა ან მართველია, ან სხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. არადა მაგათზე მეტი სტაჟი მე მაქვს. მე აღარავის ვჭირდები. თქვენ წარმოიდგინეთ, კრედიტიც კი არ მომცეს. დავატირე მაგათი. ასე იგი მან შორის ძიება იყო რა? რა, არ იყვნენ ღირსები. ლეკიშვილს რატომ მიაბარე ფული? ჩემზე ახლო ნათესავი მაგას არ ყოლია. როგორც შემეძლო პატრონობდი. ჩემი ხათრი ქონდა. და მეორეც. ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი, დებილი ბიჭი თუ ამდენს გაბედავდა და ფულს მოგვიტეხავდა. შენ დებილი უძახე. და თქვენ შორის ყველაზე ჭკვიანი ის აღმოჩნდა. არტალია. იმ ქუჩაზე შემთხვევით რომ არ გაგვევლო. ალბათ აიტესებოდა. ემინ ბაბაევი თქვენ მიუგზავნეთ? სხვა გზა არ ქონდა. ფულის გამოგზავნა შეგვიწყვიტა. შესაშინებლად მიუგზავნეთ. კორდობის შემდეგ საწახვედით. განჯაში. ფული სად არის? დამცინით. რატომ გონი? აბა ეგ რომ ვიცოდი, ახლა აქ არ ვიჯდებოდი. გონი გავშიფრე. გისმენ. ჩემი აზრით, ამ ლათინური ასოების ნახევარი ციფრებს აღნიშნავს და ნახევარი მიმართულებას. კოორდინატებია. ვერ გავიგე. ეხლა ვიაგიხსნე. ე ლათინურ ალბანში მეხუთე ასოა. N ჩრდილოეთს აღნიშნავს. ე და N კოორდინატებია და უნდა ნიშნავდეს ხუთი ნაბიჯი ჩრდილოეთით. არა მგონია კილომეტრებზე იყოს გათვლილი. D და E ნიშნავს 4 ნაბიჯი აღმოსავლეთით. F და S 6 ნაბიჯი სამხრეთით. მართალია. ათვლის წერტილი რა არის? შენ მართლა ის ხوارგონი ვარ, რაც მომეცით ის გავშიფრე და შენი არ უსწრ. ეს 3-0 რას ნიშნავს? მგონია ადგილზე რომ იქნებით ამას უკეთესად გაარკვევთ. ესე იგი ათვლის წერტილი რომ ნახოთ, ფულსაც მივაგნებთ. ნუ თუ ჩემი გათვლები სწორია კი? ათვლის წერტილი ლისის ტბა. რა? კონკრეტულად ეს ადგილი. ძაღლის ნახატის კოორდინატია. როგორც მახსოვს, ამ ადგილზე რაღაც შენობის ნანგრევებია. ეს ნოლია გადახაზული. ესე იგი აქედან შევდივართ. ნახატის მიხედვით ათვლის წერტილი შესასვლელშივეა. ანუ აქ. ესე იგი 5 ნაბიჯი ჩრდილოეთით 1 2 3 4 5 4 ნაბიჯი
აღმოსავლეთით 1 2 3 4 და 6 ზოგს მისცა ნიჭი შენების ზოგს ნიჭი ფერთა წერისა ზოგს მისცა ნიჭი მკურნალის ზოგს ნიჭი თავდადებისა ყოველდღიური გზის გასეირნება მზის დარდს ვერ გაფანტავს დრო ჩვენი ცხოვრებაც ქრის რასაც დათესავ დღეს იმას მოიმკიხოალ შამი ხრუბელიცა ადამიანი გზა როგორც გასროლილ თავს ვერ შეაჩერებ დროს მზერა მისცა უსაზღვრო მიწას სიცოცხლე ღირსა მზეს მისცა ნიჭი ნათელის ადამიანს დრო რწმენის როგორც გასროლილ თავს